მე ხო ისა მაქვს დიდი გამოცდილება პირდაპირ ეთერებში მუშაობის და იქ ეძახიან ხოლმე იმას გადაერთო საგარეო ხმაზეო რა საშინაო დასწმელი და საგარეო ხმა არსებობს საშინაო ხმა და საგარეო ხმა არსებობს თუ ვინ გეტყვი როგორ არის ეგ რა მე ხო ლაპარაკობ ჩვენებთ რაღაც ადამიანურად ლაპარაკობთ ხო და ეთერში ხართ უცბად და მოგესალმებით ვისკის მოყვარულთა კლუბის ბარიდან სადაც დაუვიწყარი ვისკები ისინჯება გაინტერესებთ რა ვისკის მიმოვიხილავთ დღეს ლევან ჭედია დავით ველიჯანა ვიწყებთ და ესე რო ხარ ხო იცი ბიჭო ეხლა ჩვეულებრივი ადამიანი არისო ესა რაღაცა რა დაემართათ თუ არ მოგეწოდა მოხსენე არა კაია კაი დავიწყოთ მაშინ ამ ვისკის უხდება ესეთი დაწყება ხო იმიტომ რომ ძალიან მაგარი ბოთლი გვაქვს არ ვიცი ზუსტად 80-იანებია თუ 90-იანებია მაგრამ წინა საუკუნეა ნამდვილად ის ძველი კოდები არც იყო ხო კოდები მოგეს საერთოდ არ აწერია თუ არ ვიცი ხო არა რაღაცა იმიტომ რომ ის კოდები რაღაცა სხვანაირად არის ბრუხლადი ძალიან ძველი ესე იგი უბრალოდ დახურვამ დისტილერიის დახურვამდელი ბრუხლადი კი არა უბრალოდ დისტილერიის დახურვამდელი არის აი ეს 15 წლიანი ხო ეს ძალიან მაგარი ვისკია და ეს არის ამის წინათაობა ანუ საერთოდ ძველი რაღაცაა იმიტომ არის ჩემი აზრით 80-იანების უბრალოდ კოდი ვერ ვნახე იმიტომ რომ ეს 90-იანებისაც 90-იანებშიც გამოდიოდა თუმცა თვითონ კოდი კი აქვს მაგრამ სხვანაირი კოდი აქვს აბსოლუტურად ვერ ხვდები იმიტომ რომ დაახლოებით კოდების წყობა ხო ვიცი ის რაც დიაჯეოს სისტემაში ტრიალებს ძირითადად რა გავშიფრეთ და ერთ-ერთი კამაზზე არ მოქმედებს და რაღაცეებზე არის ძირითადად მოქმედება რა და ეხლა რაღაც ისეთი უცნაური წყობა აქვს რაღაცები კი აწერე მაგრამ ესე ვერ ამოხსენი და მე თუ რამეს ამოხსნი ზუსტი წელისთვის მაგრამ ვიცით რომ ძველი ანუ ეხლა იმაზე ძველი არის ეტიკეტის მიხედვით ხო უკვე ვიცით დაახლოებით რა პერიოდისაც არის ისედაც ვიზუალურადაც ძალიან ძველია ყუთიც ძალიან ძველი არის რამე ხო არ აწერია უბრალოდ გამოშვებასთან დაკავშირებით არ აწერია. კაი, მოდი ყუთი ჩავდგათ, იმიტომ რომ რაღაცა უბრალოდ აილას ისტორია და ასეთი რაღაცებია. აუ რა კაი ეტიკეტია, კაი უბრალოდ ნახე დააკვირდით რა ადამიანებო რა ესეთი რაღაცნაირი უბრალო აი რაღაც ძველმოდური ისეთი რა ძალიან კარგი ეტიკეტი აქვს მე მაგრად მომწონს. ხო თვითონ ვისკი არაფერი ორიგინალური რაღაცა როგორ კასრებშია დავარგებული რაღაცა არის ჩვეულებრივი ექს ბურბონის კასრია 10 წლიანია 40 გრადუსია მთელი ხიბლი არის რომ ბოლო შანსია რომ გასინჯოთ და ჩვენს გავსინჯოთ. ნუ ჩვენს გავსინჯავთ გეტყვით და თქვენ ახლა რა ვიცი არ მგონია მარტივი საშოვარი იყოს ახლა შენ. საბოლოოდ აუქციონს წააწყდი შემთხვევით ხო? კი. ხო და შესაბამისად აუქციონებზე მაინც და მაინც რთულია პონაც რთულია მე სააუქციონებზე მე მაგალითად საერთოდ არ მიჩალიჩი აუქციონზე არაფერი ლევან მაინცის და სულ მეუბნება ხოლმე გასწავლი და ცოტა ხანი მედგრად ვუძლებ ჯერჯერობით და ოდესღაც ალბათ მეც დავნებდები აუყვებით ცნულებას და ვისწავლი და ვაი ჩემს თავს მე ამ ყველაფრის მე თუმცა აი ხეირიც აქვს ამ ყველაფერს რომ ესეთ რაღაცები შეგიძლია ამოჩიჩქნო უცბად რა რომ სად რომელ მაღაზიაში შევი ხა როდის არის გამოშვებული და კაცმა არის ის თეორიულად წარმოიდგინა ეს დედამიწაზე რამდენი ბოთლია დარჩენილი ხო შეიძლება ძალიან ცოტაც არის დარჩენილი ვიღაცების კოლექციებს არ გულისხმობს სადღაც არ ვიცი ეს არის პერიოდი ანუ 5 წერია ან ბოთლზე არა ეს არის პერიოდი როცა ბრუხლადი იყო ყველაზე დასავლეთ დისტილერია შოტლანდიაში აუ ხო და ესე აი ჰაილენდ პარკს ვაწერია ყველაზე ჩრდილო დისტილერია იყო დრო რომ ბრუხლადი ეგრე აწერდა რომ ყველაზე დასავლეთ დისტილერია ძველი ბრუხლადი ძალიან მაინტერესებს არ კაცმა არის ის ესეთ ვისკებში გადაგვხდება ჩემი გამოცდილებით ხანდახან აი საინტერესო ჩვეულებრივ ნორმალური ვისკია ხოლმე ხანდახან აი რაღაც ჩვენ რო old school-ს ვეძახით იმ გემოებს გახსენებს ხოლმე ხანდახან შეიძლება საერთოდ მაგარი რაღაც დაკვდეს აქ იყო 1-2 ეგეთი აი ეს ბრუხლადის არის ეგეთი ბალბლერი არის ეს კიდე საკმაოდ ძველი და ეგეც რაღაც აღმოჩენა არის ტობერმორიც ეგეთია პრინციპში ერთად დაგიწყვია ეს ძველები ხო ძველები არის ჰაილენდ პარკი ძველი და ხო ძველები შუაში ხო არის მოკლედ არის საინტერესო რამეების აღმოჩენის შანსი რა თქმა უნდა ძველ ვისკებში და ჩვენ წაეხლა გეტყვით ან აქ მოხვალთ და გასინჯავთ და ან კიდე თუ აუქციონზე წააწყდებით, მაინც იცოდეთ და რომ დაფიქრდებით, ღირს ახლა ამაზე ბიდის გაკეთება. ეგრევე გაგახსენდებათ ჭედია და ველიჯანა როგორ გეუბნებოდნენ. კი, ღირსო, ან პირიქით, არაო, აბა გეტყვით. აბა ვნახოთ. ნახოთ აბა. აი ძველებური ისაა კატმები და რაღაცეები, ხო. რომელიც აქვს თითქმის ყველა ვისკის ძველზე, რატო აქვს? აი ეს არის ამოსახსნელი. მასტერ დისტილერთან მაინც გავიდეთ კონტაქტზე, რომ ავუხსნათ ეს და ვკითხოთ, ანუ ეს რას უნია? რაღაცა გამაერთიანებული, ხო, ძველი სტილის ვისკებით გამაერთიანებელი, მარტო არტმის არა კიდე რაღაცების ეკარგად რომ მოვიფიქრეთ, კითხვა რომ მიხვდება ალბათ დებერი მასტერ დისტილერი მიხვდება რომ რას აკეთებდნენ ადრე და რას აღარ აკეთებენ რომ ეს სუნები დაიკარგა.
და არანაკლები და კარგიც კეთდება დღეს, მაგრამ ეს არ არის ახალ ვისკებში ეს განწყობა. განაირად ხდება ეს. ერთ-ერთი აზრი არის, რამდენიმე ადამიანისგან გავიგე უკვე, ეს ძველი 20-30-40 წლის წინანდელი ბოთლები, ანუ ბოთლში ხო არ ის კარგავს რაღაცა არომატებს სხვას და აი ეს რაღაცა ერთი არომატი ხო არ რჩება ყველა ვისკიში. ბიჭო, როგორც წესი ახლა ეგეთებს პარაფინებიც კი ახვევია ხოლმე თავზე, როცა ადამიანები ინახავენ აუქციონზე კიდე რა ვიცი რა აირაცია უნდა გაიაროს ბოთლში ახლა თუნდაც 20 წლის თუ თავზე როცა დახვეული აქვს, არ ამგონია რა, მაშინ აორთქლებაც უნდა კონდეს. აორთქლებაც უნდა კონდეს. თუ აირაციას გადის, მაგხელა ის თუ აქ ჰაერთან შეხება, აი ესეთი აორთქლებით უნდა დახდეს, ახლა მინიმუმ ესეთი ბოთლი რა. ხო და რა ვიცი, არ ვიცი. ან ნუ ტექნოლოგიაში რაღაცეები შეიცვალა და მე ერთი გამიჩნდა უფრო მეტს ხო არიღებენ მეთქი, ხო იცი ეს თავი ბოლოს გადაღურა და ადრე ნუ არ ქონდათ პრეტენზია მას წარმოებაზე და შუაში რაღაც სიტყვაზე თუ 50%-ს აიღებდნენ, ეხლა წელავენ ხო მაქსიმალურად რომ მეტი აიღონ, ისეთ რაღაცებს ვამბობ, ეხლა ვინც ვისკი არის ის საერთოდ მიხვდება, მაგრამ ვინც ცოტა მაინც იცით ვისკი ეგრევე მიხვდება კუდი და თავის და ბოლოს მოჭრის ამბავში, რაც შეიძლება ამოკლებენ და ბევრი მინარევი მიყვება ხოლმე და შეიძლება ეს გული ზუსტად აი ესეთი ის არის რა რაღაცნაირი. კაი გავსინჯეთ აბა. ჩვეულებრივი გრადუსია ხო? 40 გრადუსია ხო? ანუ ერთი რისკით მოკლედ რო აღწეროთ ცხვირი, ნუ ეს ატომის ბუსუსები ატომი არის პირველი რაც შეიძლება. თითქმის ყველა ძველ ვისკიში ბურბონის კასრი არის, ოღონდ რაღაცა ზედმეტად ტკბილი არის, ეს ვანილი და ვანილი არის, კარამელი ნაკლებად, მაგრამ თაფლი არის ცოტა. თაფლი ხო მართალი ხარ. ლაითად თქო, ძალიან ლაითად. წყალში გას თაფლიან წყალს ვსვამენ ხოლმე ყინულით. სუნამოს რაღაცნაირი სუბუქი სუნამოს არომატი დაკრავს კიდე რაღაცნაირი ცოტა მოტკბო, ცივი და მოტკბო ერთად რა. ცივი არის, კი, ცივი სუნია, კი, კარგი შენიშვნა იყო, ძალიან ცივი სუნი აქვს, არ არის თბილი. ცივი ოდნავ მენთოლ გადაკრული სუნი აქვს. ხო. და ძალიან სასიამოვნო, აი წარმოუდგენლად სასიამოვნო სუნი აქვს რა. აი სუბუქი, მაგრამ აი რო არ მოგწდება არასოდეს ამის ყნოსვა. წავიდა. ბიჭო, არც სითხელია 40 გრადუსისგან უფრო სითხელეს ველოდი და სიცხარე წამოიღო. აი სიტკბოები და ლაითობა, რასაც ველოდი რაც სუნზე იყო, ეგეთ ლაითი ყლუპი არა აქვს. არა. საკმაოდ სხეულიანი ყლუპი აქვს. ცოტა ზეთოვანიც არის. ოდნავ ის გემო, ოდნავ ატმის გემო დარჩა, ოღონდ ძალიან ცოტა და სიცხარემ გადამიფარა რა. ძალიან მაგარი სიცხარე იყო, კაი ხანს და სიცხარე რო გადავიდა. სიტკბოები დარჩა, მაგრამ სულ ოდნავ სიმწარე შემოვიდა, სულ ოდნავ, მაგრამ ისიც შემოვიდა ლიმონათური განწყობები. სიტყვას ნახე. ტარხუნას ლიმონათებში შენ არ ეძახი ხოლმე რა. ხო. არის ტარხუნა ახლა აქ. მე მგონი მე რო სიმწარე დავარქვი შენ მაგას ხო რაღაცა აქ ტარხუნას აქვს თავის სიმწარე. ხო, საკეთრო ჯამ ხო აქ. საინტერესო რაღაცაა. ძალიან კაია. განსხვავებული რა სწორია. ვერ ვიტყვი რომ ძალიან კომპლექსური კლუბი და ფინიში აქვს, არა, მარტივი აქვს და კარგი აქვს რა ჩვეულებრივად, მაგრამ სუნზე რაც სილაითე ჰქონდა აბსოლუტურად იმის საწინააღმდეგო იყო კლუბზე, ანუ სხეულიანი კლუბი ჰქონდა, ოდნავი სიმწარე დატოვა, არ არის ძალიან შემაწუხებელი, სულ ოდნავ რაც ლევანმა თქვა კი ბატონო, მაგრამ კლუბის მერე 1-5 წამი ძალიან კარგი ისეთი აფეთქება მქონდა პირში რა და 40 გრადუსიანისგან ამას არ ველოდე. ძალიან კაია. მშვენიერია. ღირს გააჩნია რაღაც ნახად არ ვიცი თუ სამდე შეხვდებათ. მაგრამ ბოლოს იმისთვის ღირს რა ეგეთ ძველ ვისკის როსომ არ ვიცი ხა მე მგონი გააქვთ თქვენც ვინც გვიყურებთ ახლა და ვისკის ჩვენნაირი გამოცდილი სმელები რაღაც ნოსტალგიები არა გაქვთ ძველ ბოთლებზე მე ძალიან მაგ რა თქმა უნდა გქონდეს რომ მე ეს 80-იანების ბოთლი გასამჯობია ხო და რაღაც ნოსტალგია ძველი ამდენი ხანი იდგა ბოთლში აი ეს უბრალოდ მესმის ვიღაცისთვის ძალიან სასაცილო ვინც უბრალოდ დათრობისთვის უბერავს იაფიან ვისკებს ის ვერასოდეს ამას ვერ გაიგებს, მაგრამ ეს სენტიმენტები მე მიჩნდება ხოლმე, იმიტომ რომ ჩვენ ხო სხვანაირად უყურებთ ხო, ჩვენნაირი მოყვარულები ვისკის და შესაბამისად ეს სენტიმენტებიც ჩნდება ხოლმე, ემოციები და რავი, ორი ჭიქის მერე შეიძლება ბარათაშვილის ლექსით წაიგო. რომელიმე. ხო რა. ეგ არის. ხო. შვენიერი ისეთი კლასიკური მარტივი ვისკია. ნუ მარტივია ხო? მარტივია, კი. მარტივი ვისკია, მაგრამ ცხვირზე საკმაოდ კომპლექსურია, არც ისე მარტივია, მაგრამ კლუბზე და ფინიშზე მარტივია, მაგრამ კარგი. ეგ არის. გასინჯვა შეგიძლიათ, როგორც ველჯერამ თქვა, ან აუქციონზე მოიგოთ და ისე გასინჯოთ, ან გასინჯოთ ჩვენთან ვისკის კლუბში. დროზე ოღონდ. ხო. გამოიწერეთ ასე. სულ ეს არის მეტი კი არა აქ. ხო, ბოლო პირველ და ბოლო ხო ახლა. ხო, რავი, არის ფიქრობ, რომ ეს პარტია შემოვიდა და 4 იაშიკი ბოდიში, იაშიკის თვა უხდებოდა, არ ვიცი, 5 უნდა მეთქო. 4 იაშიკი უდევს სადმე ეგრე არ არის. გამოიწერეთ არხი და გაწევრიანდით Facebook ჯგუფში ვისკის მოყოლთა კლუბი.